აი 24 წელს, ხა 1 მარტს, ხო? და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხუთშაბათობით ამ თემაზე, საქართველოში მიიღეს კანონმდებლობა, ხო? ეხლა მონაცემთა დაცვა დამუშავებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეგ დიდი ხანია მიღებული ეგ. თუმცა, ამან რაღაც გარკვეული ბიძგიც მისცა, ხო? და უკვე ვალდებულება გახდა ეს ყველაფერი და არ გახდა რაღაც ნებაყოფლობითი, ხო? რამაც ავტომატურად პირდაპირ გავლენა მოახდინა უკვე IT კომპანიებზე, იმიტომ რომ, რეალურად დღეს ნებისმიერი ეს მონაცემის დაცვა IT ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია. აი თუნდაც აი ამ 2 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მოთხოვნა, ასე ვთქვათ, აი ამ IT მიმართულებაზე ან სერვისებზე, ან თუ შეგვიძლია პირობითად გავაკეთოთ ამის დივერსიფიცირება, ხო? ანუ რაზე გაიზარდა მოთხოვნა, რაც აქამდე არ იყო. მოთხოვნა დატა-შეთან, ანუ ინფორმაციის შენახვაზე, რა თქმა უნდა, გაიზარდა. რადგან კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ კომპანიებს, რომ თუ ფლობს სხვა ფიზიკური პირის ინფორმაციას, როგორც პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, მას აქვს ვალდებულება, რომ კონკრეტულ პირობებში შეინახოს ინფორმაცია. კონკრეტულ სერვერზე, კონკრეტული ბექაპირების რეზერვირების მეთოდით და კონკრეტული ქსელური დაცვის მეთოდოლოგიით. რა ეს ვალდებულება აქვს. ასევე მოთხოვნა გაიზარდა და იზრდება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. კომპანიებს აქვს ვალდებულება გააკეთოს IT აუდიტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ IT. ეს ამი კონკრეტულ ინდუსტრიებს და დარგებს აქვს ეს ვალდებულება. კი, ანუ არის კატეგორიები კომპანიების, რომელსაც აქვს ვალდებულება, რომ გააკეთონ ანუ შიდა და გარე აუდიტი რა და მერე გამოასწორონ ეს რა ქვია პრობლემები რა. ანუ ბიზნესს ხანდახან როგორი ამბავი არის, იცი, ანუ ბოლო მომენტში უნდა ხოლმე რაღაცა კონკრეტული მიმართულების დანერგვა, როცა უკვე მოთხოვს რეგულირების ორგანო შესაბამისი და უკვე ცოტა იწელება ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ ხა ძალიან მოწოდების დროებში ძალიან გაფრინდილი არის ყველაფერი, რამე AI-სგან გამომდინარე ამოატრიალა ყველაფერი და ისეთი მოწოდების პერიოდები არის უკვე ინფრასტრუქტურებში, რომ